მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება იმ საკითხებს, რომელიც საკითხების ირგვლივ დღეს მთლიანად დაინტერესებულია სრულიად საქართველო და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. პოლიტიკური ტემპერატურა თითქმის პიკს მიაღწია. და არა თუ მარტო პოლიტიკურმა ტემპერატურამ, არამედ იმ ძალებმა, რომელიც ძალებიც უტევს საქართველოს და პირდაპირ ღიად უკვე გამოუცხადეს ომი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს, მის კულტურას, მის ტრადიციებს და ყველა იმ სიწმინდეებს, რომელიც ჩვენი ისტორიული გადონაშთია. მართალია, ამერიკის შეერთებული შტატებმა რაღაც გარკვეული მიმართულებებით შეზღუდა ფინანსები აგენტურასთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე თითქოს და რაღაც გარკვეული შეფერხება მოხდა აგენტურული ქსელის აქტიური მოქმედებისა ამ ქვეყანაში, მაგრამ აი ახლა რამოდენიმე ხნის უკან ინგლისმა პირდაპირ ღიად განაცხადა, რომ ჩვენ მივცემთ თანხებს და დავაფინანსებთ მთლიანად მაქსიმალურად ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურება ქვეყნის საწინააღმდეგო მიმართულებებს, რომლებიც ემსახურება საქართველოს ნგრევას, რომლებიც ემსახურება თუ როგორ მოახდინონ საქართველოში პროვოცირება ომის და როგორ დაანგრიონ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა. აი ინგლისმა ჩადო თანხები ამაში. ბრიუსელი ღიად დაუპირისპირდა როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე საქართველოს მოსახლეობას, ქრისტიანულ მართლმადიდებელ ერს. ისინი პირდაპირ ამბობენ უკვე. ისინი პირდაპირ ღიად ებრძვიან კონსერვატულად მოაზროვნე ადამიანებს. ებრძვიან იმ სიწმინდეებს, რომელიც სიწმინდეებითაც ჩვენ ცხოვრობთ და იმ ფასეულებებს, რომელიც ფასეულობების საფუძველზეც აშენდა ეს ქვეყანა. ჩვენ კარგად ვხედავთ თუ როგორ დარბიან შპიონი ბავშვებივით მათი აგენტები ჩადიან და ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯებს გამენ იმისთვის რომ ქვეყანაში არიან მდგომარეობა. აღარც კი მალავენ. პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ მივდივართ ამისათვის იმ ქვეყანაში, ჩვენ ამისათვის ჩავდივართ ევროპარლამენტში, ჩვენ ჩავდივართ იმიტომ, რომ ქვეყანაში ავრიოთ მდგომარეობა, ჩვენ ჩავდივართ იმიტომ, რომ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური კრიზისი. და მთლიანობაში კომპლექსურად აი ამ თავიანთ ქმედებებს ანხორციელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვიქნება დღეს საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში პოლკოვნიკი ბატონი კონსტანტინე ფორცხიძე. მოგესალმებით ბატონო კოდე, ბადოთ მობრძანებისათვის ბატონო კოდე. პირდაპირ განაცხადეს უკვე და ბრიუსელი პირდაპირ ღიად ამბობს და ღიად იძახეს, რომ ქვეყანა მთლიანად უნდა იყოს პარალიზებული. ამას ამბობს, ეს პარალიზება არის. ხო, პარალიზება არის, იმიტომ რომ ეს სანქციები მთლიანად არა თუ მარტო ამ მაღალთანადობის პირებზე, რომლებსაც ისინი ახლა ამწესებენ სანქციებს, არამედ ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ უნდა ეკონომიკური კრიზისი შეხვდათ ქვეყანაში, რომ ამ ეკონომიკური კრიზისის საფუძველზე გამოვიყვანოთ მოსახლეობა ქუჩაში. ხო, რამდენად ეკონომიურ კრიზისზე, რამდენად ვართ ჩვენ დამოკიდებული დასავლეთზე, ხო, და მათ ეკონომიკაზე ეს არის სიტყვიერი მასალა, მინდა ვთქვა ბატონ ტრისთან, იმიტომ რომ არავით არის ეკონომიკური მტკიცე, ასე ვთქვათ, ურთიერთობები ჩვენ არ გაგვაჩნია არც ევროპასთან და არც შეერთებულ შტატებთან. გასაგებია, მაგრამ აქ არის პოლიტიკური კრიზისი შეფრიში. პოლიტიკური კრიზისისთვის არის ეს და პოლიტიკური მოხმარებისათვის კეთდება ესეთი განცხადებები ყოველთვის. ისინი შევიდნენ აქტიურ ფაზაში, მინდა ვთქვა ამ მიმართებით და იციან, რომ გამოსავალი არის რუსეთის წინააღმდეგ მრავალფრონტიანი შეტევის წამოწყება და ძირითადად ეს ხდება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხარჯზე და არა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე. მინდა ვთქვა, იმიტომ რომ აქაც გარკვეულწილად ეს ეთყობა შემონახული აქვს მეორე ეშელონისათვის და მერე დაუწყებენ ჯიჯგნას უკვე საკუთარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთს, მათ შორის უნგრეთს, ბულგარეთს, იმ ქვეყნებს, რომლებიც ადრე მოიაზრებოდნენ რუსულ ორბიტაზე, ყოფილ საბჭოთა ორბიტაზე, მინდა ვთქვა, და რომლებიც იყვნენ ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნები, ხო? დიახ. ეს მეორე ეშელონია მათი, ასე ვთქვათ, ბრძოლის არ გამოვა ამ ეტაპზე, შეჭამენ უკრაინას და საქართველოს და პოსტსაბჭოთა ამ რესპუბლიკებს, რუსეთი და შემდეგ ალბათ იმის იმედი აქვთ, რომ შემდეგ მეორე ეშელონზე შესაჭმელად მიუგდებენ პოლონეთს
რუმინეთს და ბულგარეთს და ამ ქვეყნებს, ხო? ეს აქვს მათი განზრახვა. ეს არის მათი თავდაცვითი სქემა, გესმით, რაშია საქმე? ხო, ღია დაუპირისპირდა. ამიტომ ეს ყველაფერი არის იმ საერთო გლობალური, ასე ვთქვათ, მიზანმიმართული შეტევის და ეს შეტევა მიმდინარეობს ძირითადად რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მათი მხრიდან და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათი, ასე ვთქვათ, მათ გეოსტრატეგიულ ინტერესებს. და ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ საქართველოს მათთვის არის ერთ-ერთი იარაღი, ბერკეტი იმისათვის, რომ ზემოქმედება მოახდინონ რუსეთზე და განახორციელონ თავიანთი ზრახვები, რა ზრახვებიც მათ გააჩნიათ კონკრეტულად ჩვენს რეგიონში, ამ რეგიონზე საუბარი, რასაც კავკასია ქვია და დიდი ახლომოსავლეთი ქვია, ხო? ამიტომ არის ეს განცხადებები გაკეთებული და ეს განცხადებები არ არის მხოლოდ და მხოლოდ გაკეთებული ასე ვთქვათ ოპოზიციის გასაძლიერებლად და ოპოზიციური ფლანგის გასაძლიერებლად. ეს განცხადებები კეთდება მათ შორის ხელისუფლების წინააღმდეგაც. ანუ ფაქტიურად მათ გაშლილი აქვთ ფრონტი, შეტევის ფრონტი, ცალკე უტევენ ხელისუფლებას, არჩეულ ხელისუფლებას და ცალკე უტევენ იმას რა ქვია, ცალკე აძლევენ საშუალებას შეტევის ხელისუფლების ოპოზიციას, ხომ ესეა? ხო, და არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას მიუხედავად ყველაფრისა, ხო? მიუხედავად ესე იგი ხელისუფლება აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, იმიტომ რომ ამას წინ აღუდგეს საკანონმდებლო ბაზის შექმნით და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, ხო, პირდაპირ. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შეიძლება განხორციელდეს არალეგალური გზითაც. და არალეგალური გზით განხორციელდება ეს და დღეს ქეშიფულის შემოსვლა, ჩრდილოვანი ეკონომიკის, ასე ვთქვათ, გარკვეული სეგმენტების ამოძრავება საქართველოში გამოიწვევს ზუსტად ძალიან ცუდ პროცესებს, მინდა ვთქვა. ხო, ეს ფული შემოვა ჩვეულებრივად ქეშის სახით და შემოვა სხვადასხვა საშუალებების სახით, მატერიალური საშუალებების სახით, რომელიც მისცემს მათ საშუალებას. ამიტომ ეს არ შეჩერდება თუ ხელისუფლება არ გაატარებს ქმედით ოპერატიულ ღონისძიებებს იმისათვის, რათა ძირშივე იქნას აღკვეთილი მათი ეს მცდელობები, ხო? აქ არის დიპლომატიური კუთხით მოქმედება საჭირო და აქ არის შესაბამისად შიდა სტრუქტურების მიერ მიზანმიმართული გეგმაზომიერი მუშაობა იმისათვის, რომ თავშივე თავიდან აცილებული და აღკვეთილი იქნას ყოველგვარი ძირგამოთხელი საქმიანობის მცდელობა მათი მხრიდან. ღიად ჩანს ბატონო კოტერო, ეხლა ნახეთ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ შეხვედრებს აწარმოებს ამ თავიანთ ესე იგი აგენტურულ ქსელთან. ევროკავშირის გერმანიის ელჩი პირდაპირ ესე იგი მოუწოდებს, რომ თავის მიერ კონტროლირება და აი ორგანიზაციებს, რომელიც საქართველოში არის, რომ ინსტრუქტორს ადლევს და პირდაპირ ეუბნება, რომ მიდით იმოქმედეთ, ჩვენ თქვენ გვერდი ვართ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ახლა, ნუ ამას ალბათ დღესხულა გაიწვევენ უკვე, იმიტომ რომ უკრაინიდან მოხდა ახლა იმ ელჩის გაწვევა, რომელი ელჩიც იყო ხელდასმული ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ და იგივე ელჩი ესეც, ხო? ხო, როგორ აკონტროლებდა 9 აპრილს შევხედეთ ჩვენ შორიდან ის მის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს, ხო? ის პირდაპირ ღიად გამოჩნდა უკვე, ხო? ეხლა ევროკავშირის ელჩი, თვითონ გერმანიის ელჩი, საფრანგეთის ელჩი, ესენი ღიად მოქმედებენ უკვე ჩვენ ქვეყანაში და ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს ხელისუფლების მაპატეთ ხელისუფლების წინააღმდეგ. ხო, ხომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა დაიბოროს ეს ელჩები და რაღაც გარკვეული ზომები არ უნდა ხომ ეს მიღებული. ხელისუფლება უნდა იყოს ამ შემთხვევაში ქმედითი. მათ ყოველგვარ ასეთ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისინი ასეთი განცხადებებს ელჩები არ უნდა ეს არის ანომალიური შემთხვევა არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამე არ ხდება ეს ხდება მხოლოდ ამ კავკასიურ ქვეყნებში და ხდებოდა უკრაინაში ხო ესეთი რამები არ ხდება ელჩი ვინ გითხავს ელჩს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება იმ ტერიტორიაზე ის არის შუამავალი რგოლი ასე ვთქვათ ორ სახელმწიფოს შორის და წარმოადგენს თავის სახელმწიფოს თავის ასე ვთქვათ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობა საქართველოში და მას სახელმწიფო დეპარტამენტი უნდა აკეთებდეს ამ განცხადებებს და არ უნდა აკეთებდეს საელჩო ელჩს არაფერი არ კითხა ელჩი უნდა დაიბარონ ამ შემთხვევაში და უნდა მოუწოდონ მას რომ ისა რა ქვია გამოაცხადონ ამ პერსონა ნონ გრატად ან მოითხოვონ მისი ჩანაცვლება
ასეთ შემთხვევაში ასე ხდება და ამას უნდა აკეთებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დღეს რას ხედავთ ჩვენ? აბსოლუტურად უმოქმედობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. იცით რა არის? არ შეიძლება ესე სირაქლემის პოზაში ყოფნა და გატარება ყოველგვარი ასეთ პოლიტიკური განცხადება, იმიტომ რომ პოლიტიკურ განცხადებებს შემდგომ მოძდევს ხოლმე ქმედებები და სხვათა შორის ბევრმა უნდა იცოდეს რომ ზუსტად საერთოდ ეხა კი იძახიან რომ USAID-დან, იქიდან და იქიდან ფინანსდებოდა, მაგრამ საერთოდან პირდაპირ დაფინანსებაც იყო ბატონებო რა. იყო და არის კიდევაც. იყო და არის კიდევაც და ამის შესაძლებლობები საერთოს გააჩნია, იმიტომ რომ საერთოს სხვადასხვა თავისი ასე ვთქვათ, სწორედ თქვი ბატონ ტრისთან თქვენ თავისი აგენტურის საშუალებით და ეს აგენტურა მათ ყავთ ბიზნეს წრეებშიც მინდა თქვა წარმომადგენლობა ეს აძლევს მათ საშუალებას რომ არაპირდაპირ გზით დააფინანსონ იგივე ყოველგვარი ძირგანათლელი საქმიანობა აი რათა შენარჩუნებული იქნას ის ეგრეთ წოდებული ვერ მოვძებნე ქართულად რუსულად ვიტყვი კასტიაკი ესე იგი ჯგუფი ძირითადი ჯგუფი რომლის შენარჩუნებაზეც ისინი ზრუნავენ ხო და საჭიროების შემთხვევაში რომლის გამოყენებასაც ისინი აპირებენ ქვეყნის წინააღმდეგ ძირგანათლელი საქმიანობის საწარმოებლად ანუ ეს არის ერთ-ერთი იარაღი მოდი ახლა ესე შევხვდეთ მარტო საგარეო საქმეთა სამინისტრო არა არც ეს შემთხვევაში იმიტომ რომ ეს უკვე ცილდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციებს მარტო განცხადებები არ არის მარტო განცხადებები რო იყოს ხო სხვა თემაა უკვე აქ ჩვენ ხედავთ ქმედებებსაც და ეს ქმედებები გამოიხადა იმ არეულობებში რაც იყო და იმ ყოველდღიურ ასე ვთქვათ საქმიანობაში რასაც ეს გზააცდენილი ახალგაზრდობა დღესდღეობით დღესდღეობით ახორციელებს იმას რა უსთაველის გამზირზე ხო და მათ შორის ჩვენ დავინახეთ რა გააკეთეს მათ 9 აპრილს ხო ფაქტიურად აუგზალეს მოსახლეობას მისულიყვნენ და გამოეხატა თავიანთი ნება და პატივი მიეგო 9 აპრილს დაღუპულთა გმირული სულებისათვის იმ ადამიანებისათვის ვინც მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა და მათ შორის აუგზალეს და შექმნეს ისეთი პირობები რომ იქ არ გამოჩენილიყვნენ მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ასე ვთქვათ ის არის ცოცხალი ლიდერებიც გესმით რაშია საქმე იმიტომ მიდიოდა პირდაპირ შეურაცხყოფა პირდაპირ ასე ვთქვათ რა არის ეს არის მიზანმიმართული საქართველოში მიზანმიმართული ასე ვთქვათ მეხსიერების წაშლის ოპერაცია და თქვა რომელიც დაგეგმილია და იგეგმება უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ პირველ რიგში უნდა წაშალონ მეხსიერება და ამ მეხსიერების ისტორია კი ბატონო და მეხსიერება და წაშლა ძირითადი ყველაზე რაზეა დგას თანამედროვე უახლოესი საქართველოს ასე ვთქვათ დამოუკიდებლობის იდეა დგას ზუსტად იმ 9 აპრილის ანუ 9 აპრილი იყო ის საფუძველი ის ქვაკუთხედი რომელზედაც აღმოცენდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს არის ორმაგი დატვირთვის დღე ეს არის ერთ მხრივ ტრაგიკული დღე საქართველოსი და მეორე საქართველოს ასე ვთქვათ აღზევების საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეც მინდა თქვა და მე ვფიქრობ რომ 9 აპრილი უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვინაიდან ეს ეს იქნება პასუხი იმაზე რომ საბოლოოდ გაჩერდნენ და შეეცადონ თავიანთი განზრახვისაგან ხელის აღებისაგან იმიტომ რომ ისინი მიზანმიმართულად 9 აპრილის დაკნინებას ახდენდნენ და თუ საქართველოს გამოაცხადებს 9 აპრილს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მართლაც ესე იყო 9 აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა აც განსვენებული ცხონებული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ და ეს დღე უნდა გახდეს საქართველოს ისტორიაში უნდა შევიდეს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და არა მენშევიკური მთავრობის მიერ გამოცხადებული ასე ვთქვათ სოციალისტური რაღაცის დღეს რომელსაც ჩვენ აღნიშნავთ 30 მაისს. აბადიეთ შეგაწყვეტილე. თქვენ ახსენეთ 9 აპრილი და ჩვენ ახლა მოდი აი თქვენ პროფესიონალი კადრი ბრძანდებით და მაღალ თანამდებობაზე ვიყავით და მაღალ ჩინოსანი ბრძანდებით და სპეცსამსახურები იცით თავიდან ბოლომდე და მით უმეტეს თუ როგორ უნდა მართოს სპეცსამსახურებმა თავიანთი აგენტურა ეს ყველა თავი ეს თქვენი არის ეს და თქვენი ის არის საპროფესია არის მე აი მე როგორც სამხედრო სპეციალისტი აი ჩემი გადასახედიდან რაც მოხდა 9 აპრილს ახლა ნახეთ თქვენ ახსენეთ მეხსიერების წაშლა მარტო 9 აპრილთან მიმართებაში არ არის მეხსიერების წაშლა არის ყველა
გლობალურად ყველა იმ ტრადიციულ ყველა იმ ტრადიციულ ღონისძიებებზე, რომელიც ჩვენი ისტორიის გადონაშთია, საქართველოს ისტორია არის. აქეთ მის და მით უმეტეს 9 აპრილი ერთადერთი მნიშვნელოვანი არის და ნახეთ რა ხდებოდა ახლა მე რა დავაფიქსირა და რა შევხედე და რა ის გამოვიტანე დასკვნა აქედან. ხომ იქ არ უშვებდნენ იმ ადამიანებს, რომელთაც ადამიანებს მართლა დაიმსახურეს და უნდა ყოფილიყვნენ 9 აპრილის მემორიალთან, ხო? არ უშვებდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, რომლებმაც ესე იგი, რომლებიც ხარჯეს გადაიარა ამ 9 აპრილმა. არ მეუშვეს ქალბატონი ზაირა მიქაუტაძე, რომელიც იქ იყო 9 აპრილსა ვეტერანი არის და დღესაც 102 სარეზერვო ბატალიონში სამხედრო მუნდირი აცვია, ხო? არ მეუშვეს ასეთი ადამიანები, არ მეუშვეს იქ ცოლქმარი, ხო? და ყველას შეურაცხყოფებს აყენებდნენ. ზოგს აფურთხებდნენ, ზოგს ის ანუ ეს დემონსტრირება ამ შემთხვევაში ნახე რა ხდება ამ შემთხვევაში სადღაც მოცილებით 100 მეტრში დგას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი პირველი საშუალო სკოლის წინ ბოლო ნაძვის ხესთან დასვასთან ერთად ის აკვირდება აბსოლუტურად ყველაფერს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს თითქმის ყველა ესე იგი ქმედებებსაც ჩადის ეს აგენტურული ქსელი რომელიც იქ არის მთლიანად მობილიზებული და თამოყრილი ხო და როდესაც ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დაინახა უკვე და პირველი ამოცანა შესრულდა ხო და პირველი ამოცანა ის იყო რომ მათმა ეფექტურად იმოქმედეს ამ ადამიანების წინააღმდეგ ხო მერე უკვე დაეძრა ის 9 აპრილის მემორიალისაგან გვირგვინი დაიკავა ხელში და დაეძრა აი ამ აგენტურულმა ქსელმა უცებ აი ოპერატიულად გაუკეთა დერეფანი და ხვდებიან ოვაციებით და ტაშით და მადლობა და რა ვიცი თელი. ესე იგი ლამის მუხლებში ჩოუვარდნენ იმ ქალს იქ და ასეთი იმით მიაცილეს იქამდე, ხო? ეს იყო თუ არა დაგეგმილი ეს პროვოკაცია და იყო თუ არა კონტროლებადი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების რობი დანიგანის მიერ საქართველოში და ის აკონტროლებდა ბოლომდე პირდაპირ ელჩი ამას არ აკონტროლებს იქ ყავთ მათ თავიანთი არა იქ მაგრამ უშუალოდ არა კი ყავთ თავიანთი ის ოფიცრები რომლებთან ჩვენ ეხლა უფრო წარმოდგენა რო შეგვექნას თუ როგორ მოქმედებს რა პოზიციებიდან აწარმოებს დაზვერვას უცხო ქვეყნის სპეცსამსახური და განუთხრად საქმიანობას უნდა ვიცოდეთ ერთი რამე რომ არსებობს როგორც არალეგალური ასე ვთქვათ ძალები და საშუალებები ისევე არსებობს ლეგალური ძალები და საშუალებები რა მაქვს ხედველობაში ლეგალური ძალას და საშუალებას წარმოადგენს კონკრეტულ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ხარ რა თქვენ რასაც იძახით ამერიკის შეერთებული შტატი და ნებისმიერი ქვეყნის საერთო ეს არის ლეგალური რეზიდენტურა მინდა გითხრათ და ლეგალური რეზიდენტურას ხავს თავისი რეზიდენტი რომელიც მუშაობს აწარმოებს აგენტურულ ოპერატიულ საქმიანობას ძირგაუნთხრად საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე და რომელიც მართავს ზუსტად ამ პროცესებს და ასეთი პროცესების მართვის ცენტრი ჩვენ კარგად ვიცით ამერიკის შეერთებულ შტატებში წლების განმავლობაში იყო ვინმე ნიკოლო ბრაიანი და ემისრები რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში მათ შორის ბრიუს ჯექსონი მათ შორის ბევრი ჯეფრი სილვერმანი მათ შორის იყვნენ კიდევ სხვადასხვა პირები აღარ დავასახელებ მათ შორის ის ადამიანები ვინც სპეცსამსახურებში უშუალოდ ასრულებდნენ მას რა ქვია გარკვეული ზედამხედველობით ფუნქციას და ისინი იყვნენ ოფიციალურად მიმაგრებული როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისევე სპეცსამსახურებს, ნაკლებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა ვთქვა. იმიტომ რომ სპეცსამსახურები ამავე დროს აკონტროლებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეს კარგად იცოდნენ მათ და აგენტურულ ოპერატიულ საქმიანობას აწარმოებდნენ ზუსტად სპეცსამსახურების გამოყენებით. ეს ჩვეულებრივი სქემაა, ჩვეულებრივი მუშაობის სქემაა, რასაც ლეგალური დაზვერვა და ლეგალური დაზვერვის ცენტრები ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ამისა არსებობს არალეგალური რეზიდენტურა, არალეგალური ასე ვთქვათ ძალები და საშუალებები მათი რომლებიც არიან რომლებსაც წარმოადგენენ ასე ვთქვათ უკვე ჩამოყალიბებული გავლენის აგენტები აქ შეიძლება მოიაზრებოდნენ როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობა ისევე შეღწეული საქართველოს მთავრობაში შეღწეული მაღალჩინოსნები რომლებიც ეწევიან და ფარულად ეწევიან ძირგაუნთხრად საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ რატო ვამახვილებ მე ამაზე ყურადღებას, იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას აი ამ რისკებზე და ფაქტორებზე, რომ სპეცსამსახურები უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ აი იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც მე ხარ თქვენ გითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ქართული სპეცსამსახური, სადაც ტრიალებს დღემდე და
ისა რა ქვია უცხოეთის სპეცსამსახურების, მათ შორის CIA-ის, მათ შორის შინბეტის, მოსადის, მათ შორის BND-ის, მათ შორის რუსული სპეცსამსახურების კვალიც, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, როგორ უნდა განახორციელონ მათ მზარდი აგენტურული ოპერატიული ღონისძიებები იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველოს დროულად გამოვლენილი და აღკვეთილი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძირგამოთხელი საქმიანობა. ბატონო გოტენა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ახლა მე სწორედ მად მედივა, თქვენ ახლა სპეცსამსახურები ახსენეთ. სპეცსამსახურები, რომელიც სპეცსამსახურები დღეს თითქმის დაკომპლექტებული არის იმ პირად შემადგენლობით, რომელმაც პირად შემადგენლობაც გაიარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომზადებები. კი, მათ შორის უნგრეთში ფედერალური ბიურო სკოლაში მინდა ვთქვა და ეხლა როგორ აღუშვებდნენ ამ კატეგორია ხალხს ძალიან კარგად. ახლა როგორი მე ახლა ვერ წარმომედგენია, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც გაიარეს რაღაც გარკვეული პერიოდი ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების დერეფნებში მომზადებები, ну მათმა ახლა იმოქმედონ ისევ ამერიკის შეერთებული. ეგრეც არ ხდებოდა ბატონ დრისთან, ხა პირდაპირ იქ CRU-ში არავინ გაატარებდა ამ კატეგორიას, ისინი ერიდებოდნენ ყოველთვის ასეთ არა, გასაგებია, მაგრამ გარკვეულ ბაზებზე ხო გადიოდნენ მომზადებებს. ბატონო, ისინი ახორციელებდნენ გადმობირებით სამუშაოებს სხვა ასე ვთქვათ პაჩუჟინ ფლაგამ რა რო იტყვიან სხვა დროშის ქვეშ, იმიტომ რომ იქ შეიძლება იყოს სპეცსამსახურის წარმომადგენელი, მაგრამ წარმოადგენდა რომელიღაცა არასამთავრო დაწესებულებას და ის პირდაპირ ითრევდნენ ამ კატეგორია ადამიანებს საქმიანობაში. სწორედ ეს არის ამის შედეგი და სწორედ ეს გახლავთ ის რომ ქალბატონი ეკა გიგაურის ორგანიზაცია, იქ სხვების ორგანიზაცია, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია. ხო, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია და ყველა ეს კატეგორია ადამიანები ანგარიშ ვალდებულები ხდებიან არა თავისანთი ქვეყნის წინაშე, არა იმ საზოგადოების წინაშე, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ან იმ პოლიტიკური სეგმენტის წინაშე, რომელსაც ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ, ხო? გარკვეულ დროს, არამედ თავიანთი პატრონების წინაშე, რომლებიც მათ აძლევენ შეკვეთას. და ჩვეულებრივად რა არის ეს პროგრამები, რომლებიც იგზავნება, არავინ კაციშვილი არ სწავლობს ამ პროგრამის შინაარსს და არავინ არ სწავლობს ამ პროგრამის განხორციელების რისკებს, მინდა ვთქვა. იმიტომ რომ თქვენ გაგიგიათ ბოლო დროს ვინმეს განეხილოს მაგალითად კონკრეტულ სეგმენტში საზოგადოებრივი ცხოვრების რა იმას რა ქვია საქმიანობას აწარმოებდა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, ხო და რაში იხარჯებოდა ეს გრანტები, რომლებიც შემოდიოდა საქართველოში, მათ შორის ლეგალურად და მათ შორის არალეგალური ფულიც, მათ შორის შაფულზეცაა საუბარი. და რატომ მქონდა ზოგიერთ არასამე ეხლა მოუწოდებ იმას რა ქვია ძალოვან უწყებებს, რათა გაამახვილონ ყურადღება იმაზე, თუ რა შეხება ქონდა ამ გრანტებს და ამ გრანტიჭამია ორგანიზაციებს ქართულ ბიზნესთან. ეს არის ძალიან საინტერესო კვლევის საგანი, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ არსებობს ინფორმაციები, რომ ამ ორგანიზაციებს, მათ შორის დიდ მსხვილ ორგანიზაციებს, ისეთები, რომელიც ჩვენ ვიცით, ხო, არ დავასახელებ მე ახლა კონკრეტულად, იმიტომ რომ რამეში ვარ ჩამეთვალოს, შესასწავლია, მათ აქვს თავიანთი ბენზოგასამართი სადგურები და ასე შემდეგ ორგანიზაციები, რომლებიდანაც ისინი იღებენ კიდევ დამატებით შემოსავლებს, ხო? და სხვათა შორის ეს ფული და ეს თანხები უმეტესობა, რომლებიც ტრიალებს აქ საქართველოში და საქართველოს ამ შემთხვევაში არის გამტარი ატკატის სახით მიდის და უბრუნდება მათ შემკვეთებს ევროპაში. იმიტომ არის დღეს ევროპა ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალურად ესა რა ქვია, სავსე ქვეყანა. უახლოეს პერიოდში ბატონ დრისთან გამოქვეყნდა ევროპის ყველაზე კრიმინალური ქალაქების სია და მათ შორის არის 4 ბრიტანული ქალაქი, 4 ბრიტანული და მათ შორის არის 5 ფრანგული ქალაქი და ჩვენთვის ცნობილი ასე ვთქვათ ლიეჟი, ბრიუსელი, ბელგიის ქალაქები და ასე შემდეგ და ძირითადად ეს ქალაქები გახლავთ დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ანუ ბებერი ევროპის ქვეყნები და ყველა ამიტომ არის რომ ბრიუსელმა დააზრო ხმალი საქართველოს წინააღმდეგ, ხო? ხო, და ეს კატეგორია ადამიანების ჩვენ გვასწავლიან იმას და საქართველოს სხვათა შორის მოხსენიებული არ არის როგორც საქართველოს ნებისმიერი ქალაქი ამ კუთხით, ხო? შედარებაც არ შეიძლება. და ჩვენ ვეღწვით დასავლური ცხოვრების წესს. დასავლური ცხოვრების წესია ზუსტად ის კრიმინალი, რომელიც არის გამეფებული დღეს იგივე დიდ ბრიტანეთში, იგივე ამ ევროპის ქვეყნებში და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ნუუყურებთ მარტო იმ კეთილდღეობას და სიკეთით ახსავსე იმას, რა ქვია, რატომ არ არის გერმანიის ქვეყნები მაგალითად, გერმანიის ქალაქები ამ კრიმინალი, იმიტომ რომ გერმანელებს ჩვევიათ
აი სკრუპულოზური შესრულება თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილებისა და მოვალეობის და გერმანელები არიან როგორც ერი ჩამოყალიბებული და ისინი არიან ცოცხალი და ახალგაზრდა ერი მინდა ვთქვა და მათზე დგას მთელი ასე ვთქვათ ევროპა ხოლო ეს ქვეყნები სადაც ახლა რომელზედაც ჩვენ საუბრობთ აი ამ უცხოეთიდან შესული არალეგალების საშუალებით და კიდევ თავიანთი მენტალობის საშუალებით, იმიტომ რომ მათ ეს დაუშვეს და მათ ეს რო არ დაეშვათ, ამისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ. ამიტომ მათი ხელისუფლებები არიან დამნაშავე და ეს ადამიანები ისე ჩვეულებრივად არალეგალები ვერ აღწევენ ამ ქვეყნებში, როგორ უნდა შეაღწიოთ თუ შესაბამისად ჩინოვნიკებისა და მის საშუალებით არ გადაიხადე გარკვეული თანხები და არ შეაღწიე ქვეყანაში, ხო? და ასე შეაღწიეს პაკი და ბრედფორდი არის ესეთი ქვეყანა იმაში ბრიტანეთში არის ესეთი ქალაქი ბრედფორდი, რომელიც გახლავთ აი ამ კრიმინალური ქალაქებს შორის ნომერ პირველ ადგილზე მინდა გითხრათ რა და მისი მერიც გახლავთ პაკისტანელი დღესდღეობით. ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ უბრალოდ რა სიტუაციაა იქ ეს მაგალითად მოყავს თუ რა სიტუაციაა თუნდაც ევროპაში ამ კუთხით, ხო? ევროპელებსაც აღარ ეკუთვნით, მინდა გითხრათ რა. ევროპაში აღარ არის უკვე ნაციონალური ქვეყანა, როგორც ნაციონალური სახელმწიფო წარმომადგენლები აღარ არსებობს, იმიტომ რომ მათი შემკვრელი, მათი შემაკავშირებელი ქრისტიანული ცივილიზაცია დასავლეთ ევროპაში და ევროპაში აბსოლუტურად მოიშალა. აღარ არის და აღარ წარმოადგენს მთავარ ღირებულობას და მთავარ ფასეულობას, ხო? ის ჩაანაცვლა ამ LGBT ეგრეთ წოდებულმა და ლიბერალურმა ასე ვთქვათ იდეოლოგიურმა ფაშიზმმა და ასე შემდეგ და მივიღეთ ის სიტუაცია, რაც მივიღეთ. ფაქტიურად ევროპა დანგრევის წინაშეა. ის როგორც მეომარი ერიც აღარ არსებობს, მინდა გითხრათ რა და მათ არ შეუძლიათ ყავდეთ ნორმალური სამხედროები, ნორმალური თავდაცვის სტრუქტურები იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ და ეს იციან თვითონ ძალიან კარგად და იმიტომ ახოცავენ უკრაინელებს და იმიტომ უნდათ რომ აღმოსავლეთ ევროპა და უკრაინა გამოიყენონ იმისათვის, რომ როგორმე თავიანთი კეთილდღეობა უზრუნველყო და თავიანთი უსაფრთხოება უზრუნველყო. სანამ აღმოსავლეთ ევროპის ხალხი და უკრაინელები თვითონ არ მიხვდებიან, რომ ისინი არიან გამოყენებადი იარაღი ამ შემთხვევაში და მათი კეთილის მოსურნეები ნამდვილად არ არის დასავლეთის ის ოლიგარქიული ელიტა, ეს გახლავთ ოლიგარქიული ელიტა, მინდა გითხრათ, კორუმპირებული ოლიგარქიული ელიტა, საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ ცუდი ვარიანტი, დღეს ბრიუსელი წარმოადგენს საქართველოს იმას რა ქვია, საბჭოთა კავშირის ცუდ ვარიანტს, მინდა გითხრათ, რომელიც მართავს დირექტივებით და გეგმებით იმართება ევროკავშირი. ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული დაწესებული გარკვეული კვოტები და აი ამ კვოტებს ვერ გადააჭარბებს ვერც ვაჭრობაში, ვერც მოპოვებაში, წიაღირსეული მაკმხედველობაში და ვერც სხვა თემაში და ვერც განავითარებს თავისი ჭკუის მიხედვით და თავიანთი შეხედულებების მიხედვით თავიანთ წარმოებას, ხო? ანუ ბატონო გოტე, თვითონ ბრიუსელი არის ყველაზე მეტი კორუმპირებული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თემზე თავიდან ყროლდება. ყველაზე მეტი რომ მეტყვი არადემოკრატიული, რასაც ვთქვი, აი რასაც თქვენ წერეთ. ახლა ის მართავს ყველაფერს და მისი განკარგვით და მისი რომ მეტყვი დირექტივებით ხდება მთელ ევროკავშირში ყველაფერი. და ის მოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და სწორედ ხედავთ, ჩვენ უკვე ღიად ხედავთ, უკვე ჩვენი საქართველოს საზოგადოება ამას ღიად ხედავს, რომ თუ როგორ ცდილობს ბრიუსელი დღეს ჩვენ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე აიღოს ხელში კონტროლი და მაქსიმალურად მოახდინოს კონსერვატიულად მოაზროვნე ძალებისა და მოსახლეობის რომ მეტყვი ოკუპაცია, ტვინის ოკუპაცია. ეს კი ეხლა და ისინი ხვდებიან, რომ პრაქტიკულად ქართველი ხალხი ამას მხარს არ უჭერს და ქართული გენეტიკა ისე არის მოწყობილი, ჩემო ბატონო, რომ შეუძლებელია აქ იმდენად არის გენეტიკურად თავის ფესვებთან დაკავშირებული, რომ ვერანაირად ვერ აკეთებენ ამას და ეხლა რა შვებიან, იცით? დაიწყეს ხელშეწყობა უცხოეთის ნაკადების შემოსვლისა საქართველოში და ზუსტად დემოგრაფიული სიტუაციის ჩანაცვლებაზე მიდის საუბარი საქართველოში. უმცირესობაში რომ მოხდნენ, რაც შეიძლება მეტი გაიყვანონ ქართველობა და საქართველოდან ევროპაში, თუნდაც ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე ვიძახი ახალგაზრდა თაობა და ხალხი და ისინი ჩაანაცვლონ იმ მოსახლეობით, რომელთა მართვაც მათ დიდი ხანია გამოცდილი აქვს და საკუთარ თავზე იმ მართული ქაოსის
რაც დღესდღეობით ევროპაში არის, ეს არის მართული ქაოსი, მინდა გითხრათ, აი ესეთივე მართული ქაოსი შექმნან კავკასიის რეგიონშიც და შექმნან საქართველოშიც. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ხელისუფლება ამ მიმართებაში და შესაბამისად უნდა გაამკაცოს მიგრაციის პოლიტიკა და მაქსიმალური ყურადღება უნდა მიმართოს მიგრანტების და არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ სპეცსამსახურებმა და საქართველოს მთავრობამ. ისიც რა არის ბატონო? ეს ნომერ პირველი ამოცანა დღესდღეობით საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. თქვენ ბრძანეთ და სწორიც არის, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების შესაძლებელია იყოს აგენტებიო, ხო? კი ბატონო, კი. მე გეთანხმებით და მოდი ახლა პირდაპირ თქვა, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის საქართველოს თავდაცვის ძალების მინისტრი რომ იყო, თინა ხიდაშელი. ეს ხო აგენტი იყო, ხო ფაქტი არის და ხო უკვე ღიად გამოჩნდა დღეს, რომ ეს ადამიანი თავის პოზიციას აფიქსირებს და ღიად ამბობს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის, ესე იგი, ვიმოქმედებთ ხელისუფლების წინააღმდეგ. მოდი ესე, ახლა დამამთავრებელი აგენტურის დამტკიცება არის ძალიან რთული. რთულია, მაგრამ ეს ღიად ამბობს უკვე, რომ მე აგენტი ვარო, კაცო. მე კი არ ვამტკიცებ ამას. ის ამბობს, იმიტომ რომ უცხოეთის ინტერესები რა არის აგენტი? უცხოეთის ინტერესების გამტარებელი არის. ხო, ამის გარდა კიდევ ნახეთ ახლა დღეს გამოჩნდა კიდევ რომ ხო, დღეს გამოჩნდა კიდევ რომ ისა შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო გახარია იქ რაღაც გარკვეული საკითხების გადაწყვეტაში ლომჯარიას ესწრებოდა თურმე, ხო? ხო. ლომჯარიას და კარგია რომ გამახსენე. ხო, ნახეთ ახლა არ შემილია რო თქვა. მაიცად, შეხედეთ რა ხდება თურმე ლომჯარია დაუნიშნიეთ ელჩის მითითებით, ხო? ესეც ხო აგენტი არის, აბა რა. რა უნდა, როდესაც ეხა აი, ამის შესახებ, ადრების დანიშნაში ერევა ისა უცხო ქვეყნის საელჩო და საელჩო გინიშნავს რომელ დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებიან და მესაუბრებიან, ხო? აბო, ხო. ყოველგვარი იმაზეა, რა ქვია, საკადრო პოლიტიკა განსაზღვრავს პირველ რიგში ამას ყველაფერს რა და ამიტომ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ბატონო უნდა აწარმოოთ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. არ შემიძლია თქვენ ახლა ახსენეთ კახარიას დღევანდელი ის, რა ქვია, ყელყელაობა და სუპერ ვოიაჟი რაღაც წიაღსულებში კომისიაზე, ხო? ხო და მე მინდა ამ ბატონს დაუსვა ერთი ძალიან მარტივი შეკითხვა რა. და მე რო კომისიის წევრი ყოფილიყავი, აუცილებლად დაუსვამდი მას ამ შეკითხვას. ბატონ გახარიას რუსეთის მოქალაქე რო იყო, საქართველოს მოქალაქეობა ვინ მიანიჭა, ჯერ ეს აქედან დაეწყოთ. ეს ერთი თემა. მერე ის ოპერაცია და ოპერაციის გეგმა რო გამოიტანეს იქ, ჩვენთვის საპატივცემულო ადამიანები იჯდნენ იქ, გენერლები და ესე იგი რომელი გეგმა გინახიათ თქვენ ბატონ ალიკოს მიმართავ ეხლა დღეს თვითონ მე დარწმუნებული ვარ რომ თვითონაც არ უნახია ისეთი გეგმა და თვითონ აი ეს გეგმა რომელიც გაწერილი იყო და კონკრეტულად გვარები და სახელები არ ფიგურებს ის გეგმა არ არის ბატონებო რა საერთოდ გეგმა სპეცსამსახურებში ნებისმიერი ოპერატიული ღონისძიების გეგმა იწერება თავისი შემსრულებლის თავისი ვადის მითითებით და ასე შემდეგ ხო ვინ არის შემსრულებელი ვინ არის პასუხისმგებელი პირი ვინ არის ამის უშუალო კონკრეტული რომელი ქვედანაყოფი ამის შემსრულებელი და ასე შემდეგ და ამას აწერს გეგმის შემდგენი ასე ვთქვათ იქ ვისაც მოუნდება ეგრე კი არ არის რომ დაждდეს და მაგალითად ერთმა სამსახურმა თავის გეგმა შეადგილოს არა ყველა სამსახურების ხელმძღვანელები აწერენ ამაზე ქვევიდან იმას რა ქვია ან და შტაბის უფროსი ვინც კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტს ამ გეგმის შედგენას ის აწერს ქვევიდან ხელს და ამას ამტკიცებს მინისტრი ან შესაბამისად მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ვისაც გადაეცემა ეს უფლებამოსილება ხო ამ კონკრეტულ შემთხვევაში არავინ არ დასვა იქ შეკითხვა ვინ იყო იმ GDD-ს ხელმძღვანელი მაგ პერიოდში რა და ვინ იყო იმ GDD-ს აი ამ ოპერაციის დამგეგმავი თავის დროზე და ჩვენთვის კარგად ცნობილია ბატონ ტრისტან და თქვენთვისაც კარგად ცნობილია ამ ადამიანის სახელი და გვარი ხო კი ბატონო რომელმაც ჩააბარა კოდორი რა თქმა უნდა ხო და ეს იყო ისა რა ქვია კადრი სოსო ქარჩაიძეზეა საუბარი რომლის გვარმაც და სახელმაც გაიჟღერა იმაში რა ქვია ტელევიზიით სხვათა შორის კომისიის ხდომაზეც გაიჟღერა მას და კოდორის მომენტში კოდორის აი ამ ეპიზოდში მისი გვარიც იყო რომ უძოლველად დატოვა მან და მაშინ ის წარმოადგენდა ხელმძღვანელი იყო იქ რა ქვია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დანაყოფის რომელსაც უნდა დაეცვა ფაქტიურად კოდორი და ყოველგვარ გაუსროლად ბატონი გამობძანდა იქიდან და მიანება იქიდან თავი
ჩვენ ვიცით ვინ არის ეს ადამიანი. ეს ადამიანი გახლავთ მკვლელი და რეციდივისტი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მან 92 წლის ასე ვთქვათ გვიან ზამთარში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მე-11 ბრიგადის ზურგის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თარგამაძე, ორი შვილის მამა და შემდგომ იყო დაპატიმრებული და იხდიდა საჯელს. ამის ჯილიც ჰქონდა მას შესაბამისად და გამოუშვეს იგი ციხიდან და დანიშნეს ზეკების ბატალიონის ეგრეთ მეთაურად და გამოუშვეს შრომის შეტევის დროს იმაზე რა ქვია შრომატამიშის შეტევა რომ გახლდათ მაშინ აი იქ იყო წარმოადგენდა ბატალიონის მეთაურს და ამით აარიდა მან თავი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს ყველა მერე დაბრუნდა თავდაცვის სამინისტროში პატრონობდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ რა დაგვიწყებია, იმიტომ რომ მე ბრიგადის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი ვიყავი მე-11 ბრიგადის და ზაზა ჩემი მეგობარი იყო, მინდა გითხრათ რა. ხო და ამიტომ მე ძალიან კარგად მახსოვს და არა მარტო ჩემი მეგობარი, არამედ ჩემი მეგობრების ძალიან ახლობელი იყო, რომლებიც დღეს ცოცხლები არიან და ძალიან კარგად ახსოვს. ეს ადამიანი იყო, ვინც 7 ნოემბერის ვანო მერაბიშვილის ბრძანებას ასრულებდა და 7 ნოემბერს ასე ვთქვათ გადაუარა და რა გააკეთა ძალიან კარგად ვიცით ყველამ, ხო? და ეს მაგრამ მინისტრი რო ხარ, შენ მამაცხონებულო და რო ნიშნავ ამ თანამდებობის პირებს, ვანო მერაბიშვილის დროს ყოფი კადრი, ხო? რატო უნდა შეინარჩუნო და რატო უნდა მოიყვანო? ან და პირად საქმეს არ სწავლობენ იმას და პირად საქმეში არ იყო ეს ჩანაწერი, რომ მკვლელთან ჰქონდათ საქმე? ეხლა თქვენ რა წარმოგიდგენთ? დღეს ხო აღარ არის თანამდებობაზე. დღეს აღარ არის თანამდებობაზე, მაგრამ მაშინ ხო იყო? აი იქ იყო მიშას დროს. მიშას დროს კი რა, ამ დროსაც იყო, კაცო. წლების განმავლობაში იყო თანამდებობის შტაბის უფროსი იყო ისა რა ქვია დაჟე ხელმძღვანელობაში და ამაზეა საუბარი. ჩემთვის ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს უნდა ითქვას, ეს სიმართლე არის და ამიტომ ამ სიმართლესთან და კიდე მეორე რომ ელაპარაკებიან ამ იმას რა ქვია ბატონ გახარიას ხო გაიხსენოდა რა უბრალოდ ან ამოიღონ ხო აქვთ კაცო ყველა შესაძლებლობები აქვთ იქა და ამოიღონ ის კანცელარიიდან ვინ მიანიჭა გახარიას საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 19 სექტემბერს ხო მიხეილ სააკაშვილმა და რა წერია შიგნით რომ განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს რა განსაკუთრებული დამსახურება ქონდა მაშინ გახარიას საქართველოს წინააღმდეგ ეს უნდა ახსნან იმ თავრობამ და ამ თავრობამაც ხო იცი რა არის საინტერესო და დღეს უნდა ეკითხათ კიდევ გააქვთ კიდევ ის რა ქვია რუსეთის მოქალაქის პასპორტი თუ არა გაქვთ იცით რა არის საინტერესო ბატონო კოტე ნახეთ ახლა უშიშროების საბჭოს თომაზე სააკაშვილის დროს პირდაპირ თემურ ალასანი ესწრებოდა რომელსაც არავითარი უფლება არ ჰქონდა ხო რა თქმა უნდა ნახეთ ახლა აგერ შინაგან საქმეთა მინისტრის თათბირები იყო თუ რაღაც თომები იყო ლომჯარი ესწრებოდა ესენი ოდერები იყვნენ თუ რაშია საქმე ოდერები არ იყვნენ ეგენი იყვნენ ფარტიულად უცხო ქვეყნის სპეცსაცხოვრებელი წარმომადგენლები რომელიც აკონტროლებდა ის გავლენის აგენტურა მინდა ვთქვა ვისი საშუალებითაც ხდებოდა მართვა ანუ ფაქტიურად რეზიდენტებად იყვნენ ქცეულები და ეს რეზიდენტურა მართავდა მაშინ საქართველოს მე კი გამომაგდეს იმიდან რა ქვია უსაფრთხოების სისტემიდან მაგრამ ძალიან კარგად ვიცი და დღესაც კი მაქვს ის რა ქვია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა რეზიდენტურები რომელ პოლიტიკურ ძალას მართავენ დღესდღეობით და მათ შორის შეიძლება ძალიანაც გაუკვირდეთ რომ იმ ოპოზიციური ძალის რეზიდენტურის ხელმძღვანელები შეიძლება აღმოჩნდნენ არა მარტო რუსული, ბელორუსული და შეიძლება ისრაელის სპეცსამსახურების პირდაპირ კავშირზე მყოფი გავლენიანი აგენტები. ბატონო კოტე, ნახეთ ახლა ეს აგენტურა გასაგები არის, რომ უკვე ღიად ჩანს და ღიად მოქმედებს. ეს რაზე მიანიშნებს ბატონო? დავამთავრე ეს პატარა რეპლიკას ვთქვი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული სპეცსამსახურები არ დგას თავის სიმაღლეზე. იმიტომ იმითაც შეიძლება იყო გამოწვეული ეს ახალი მინისტრის ახალი ასე ვთქვათ ხელმძღვანელის დანიშვნა და მე ვფიქრობ რომ და დიდი იმედი მაქვს იმისი რომ ბატონი ანი ოხანაშვილი დაიწყებს იმ სისტემის წმენდას. პირველ რიგში უნდა დაიწყოს თავისი მოადგილეების წმენდა და უნდა დაიწყოს დეპარტამენტის უფროსების წმენდიდან. ნაცები უნდა გაუშვეს კაცო იქიდან ნაცები. ნაცები კი ბატონო და არა მარტო ნაცები, არამედ უნდა ნაცები თუ არ გაუშვეს სისტემებიდან ამ ქვეყანაში არ არსებობს რომ იყოს ქვეყანას ქონდეს
ნორმალური დალაგებული სტაბილური პოლიტიკა და უსაფრთხოების კუთხით იყოს რაღაცა გარანტირებული. რაცა გასაკეთებელი პირველ რიგში არის სპეცსამსახურის მაღალ დონეზე ასაწევად სამხედრო კონდაზვერის დეპარტამენტის ცალკე ჩამოყალიბება და სამხედრო კონდაზვერის სამსახურისათვის მაქსიმალური იმუფლებების დაბრუნება, რაც მქონდა ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში და მისი დაარსებიდან იმ დღემდე, როდესაც და სხვათა შორის ეს არის ერთადერთი საშუალება, იმიტომ რომ სამხედრო კონდაზვერის გარეშე იმ ჯარში, რომელსაც თქვენ იძახით დღეს, სადაც ხელსაფათურებს დასავლეთის სპეცსამსახურები და არა მარტო დასავლეთის სპეცსამსახურები, მინდა გითხრათ, ყველა სპეცსამსახური ჯარში, რომელიც დარჩენილია დღეს ოპერატიული უზრუნველყოფის გარეშე, აი ამას წინ შეიძლება აღუდგეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო კონდაზვერის ბატონო კოტე მე კარგად მახსოვს ეს არის სპეციფიკური სამსახური და ამას სჭირდება მცოდნე და კვალიფიცირებული კადრები რომელიც საქართველოში არიან მინდა ვთქვა და ძალიან ბევრია მათ შორის ახალგაზრდა თაობა რომელიც ჩვენ გავზარდეთ კარგად მახსოვს აი თქვენ ახლა ახსენეთ შევარდნაძის პერიოდი ახსენეთ ხო მე ძალიან კარგად მახსოვს იმ დროს თანამდებობებზე მუშაობდი და როდესაც თანამდებობიდან თანამდებობაზე გადავდიოდი ამ გარდა იმისა რომ ესე იგი მე რეკომენდაციას მადლებდნენ ზემდგამი ორგანოები თუ მე არ მექნებოდა რეკომენდაცია სამხედრო კონდაზვერვიდან კი ბატონო არ ეგნებოდა დაშვება არ მექნებოდა ხო მე ვერ დავინიშნებოდი თანამდებობაზე კი ბატონო ამავდროულად ნებისმიერი პიროვნება რომელიც ინიშნებოდა სახელმწიფო სამსახურში მას უნდა ქონებოდა დაშვება უშიშროებიდან კონდაზვერვიდან ხო ეს სისტემა მოსშილია დღეს ხო კი ბატონო არა შეიძლება არსებობს გარკვეულ რაღაც როგორ არსებობს თუ აგენტურითაა სავსე ერთი რამე ვიცი რომ დაკნინებული კონდაზვერის სამსახური სამხედრო კონდაზვერის სამსახური და მე კარგად მინდა ეხლა ჩვენ ტელემაყურებელს აუხსნა თუ რას ნიშნავს ეს არ გახლავთ მარტო უცხოეთის სპეცსამსახურების ძირგაუნთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ორგანო რომლის მთავარი ამოცანა გახლავთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დროულად გამოვლენა თავიდან აცილება და აღკვეთა ეს მარტო ეს ამოცანა არ გახლავთ ამასთან შეერაღებულ ძალებზე მაქვს საუბარი აი ამ კონკრეტულ სეგმენტზე აქ ოპერატიული მომსახურება ამას გულისხმობს ზუსტად და პლუს კიდევ დამატებით ბრძოლის უნარიანობის საკითხებზეა საუბარი იმიტომ რომ მე მახსოვს როდესაც ჩვენ ვადგენდით ცნობას ოპერატიულ ვითარების შესახებ კვარტალურს და მათ შორის ანგარიშებსაც როდესაც ვწერდით ჩვენ აუცილებლად ბრძოლის უნარიანობის საკითხები შეგვყავდა იმაში რა ქვია იმიტომ რომ ეს წარმოადგენდა მთავარ მიმართულებას იმიტომ რომ რა ესე იგი შენ მოწინააღმდეგეს მთავარი დასარტყმელია შენ არ იყო ბრძოლის უნარიანი ხო? მთავარი მიმართულება ეს არის. ის აგენტურაც მას იმისთვის ჭირდება რომ შენი ბრძოლის უნარიანობის საკითხი იყოს მოშლილი აბსოლუტურად. და ამას ყოველთვის აკეთებდნენ ისინი. ამას აკეთებდნენ შევარდნაძის დროს, ეს მშვენივრად გააკეთეს მიშა სააკაშვილის პერიოდში და ამას ხელს უწყობდნენ სხვათა შორის მაღალ ჩინოსნები. მე მოიკითხონ ის ბრძანება, რატომ აუგზავნეს სამხედრო კონდაზვერის დეპარტამენტს და თავის დროზე ოპერატიული მომსახურება ირაკლი ოქროაშვილის მინისტრობის პერიოდში. ზუსტად იმის გამო, იმ სკანდალების გამო, რომელიც უკრაინაში იარაღის უკანონო, ასე ვთქვათ, კონტრაბანდის თემებს ეხებოდა, ხო? მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი. აი მაგის მერე აბსოლუტურად მთელი ის პერიოდი იყო მოშლილი და არ არსებობდა ეს სტრუქტურა და დღესაც არ არსებობს, მინდა ვთქვა, ის რაც გააქვთ ეგ სეგმენტი, მაგას მუშაობა არ ქვია და მაგას საქმე და ოპერატიული თანამშრომელი უნდა იყოს შეერაღებულ ძალებში, გარნიზონებში, სამხედრო ნაწილებში და ასე შემდეგ და ისინი უნდა ეწევდნენ იქ აგენტურულ ოპერატიულ საქმიანობას იმისათვის, რათა უზრუნველყონ საქართველოში მოწინააღმდეგე ქვეყნების შეღწევისაგან დაიცვან ძირგაუნთხრელი საქმიანობის საწარმოებლად საქართველოს შეიარაღებული ძალები. ანუ ბატონო კოტე ეს სისტემა და ეს სტრუქტურა ამიტომ მოშელეს და ამიტომ თავიდან ბოლომდე გახადეს იმიტომ რომ ომისთვის ემზადებოდნენ გახადნენ პარალიზებული ომისთვის ემზადებოდნენ ეხლა შენ როგორ წარმოგიდგენია ხო პირველი ის რომ ომისთვის ემზადებოდნენ მეორე ის რომ მათ აგენტურას ქონებოდა უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალება კი ბატონო გეთანხმებით ისინი ომისთვის რომ ემზადებოდნენ ზუსტად ეს იყო მაგისი მარკერი და რატომ იმიტომ რომ ზუსტად ეს ხდება 2006 წლის ბოლოს 2004 წლის ჯერ კიდე მაშინ 2005-6 წელია უკვე როდესაც ისინი ახალი მოსულები არიან უკვე ოქროაშვილი მინისტრია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი მაგ პერიოდიდან მოყოლებული ზუსტად აი ამ პერიოდს ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთზე აწყობილი და ეს იყო მიზანმიმართული ქმედება მიზანმიმართული განხორციელებული პოლიტიკის შედეგი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაკვეთა.
ხო და დღემდე გრძელდება ეს ყველაფერი. კი ბატონო, დღემდე გრძელდება. დღემდე გრძელდება, იმიტომ რომ სამხედრო კონდაზვერის სამსახური არ არის ისე წარმოდგენილი შეიარაღებულ ძალებში და არა მარტო შეიარაღებულ ძალებში უნდა იყოს, არამედ საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტშიც და ეს საზღვრის პრობლემები არ იქნებოდა, რომელსაც დღეს განიხილავდნენ იქ ბატონები იმაში, რა ქვია, კომისიის ხდომაზე, ის საკითხები ჩვეულებრივად არ იქნებოდა, იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც დაქვემდება საზღვრის დაცვის სამსახური ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს, სწორედ მაგან მოიტანა ის, იმიტომ რომ ბერკეტები წაართვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელიდან. და იმან მისცა საშუალება ზუსტად გახარიას, რომ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა იჩორჩანას პოსტებთან დაკავშირებით, აი ამ პრობლემატიკაზე რო იყო დღეს საუბარი. ბატონო კოტე, აი თქვენ ხან ბრძანეთ რომ რაღაც ბიზნესის მიმართულება ახსენეთ და ის ბიზნესმენები რომელი ბიზნესმენებიც მართლაც ასეც არის და მე ვიცი ეს და ბევრი ვიცი რომელიც არის პიტაბი მიმული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე ხა დღეს ნახეთ კი ხლა პიტაბი დაფინანსება რომელიც მოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს ხო რაღაც გრანტების სახით ეს უკვე კონტროლს დაექვემდებარა. და აქედან გამომდინარე რა მიმართულებით ხო ეხა ბიზნესზე გაივლის ეს ხო შეეზღუდა მაგრამ ესენი კვლავ მოქმედებენ იმიტომ რომ ბიზნესზე გაივლის კვლავ მოქმედებენ ხო მაგრამ არსებობს ბერკეტები იმისი და არსებობს საშუალებები იმისი აი მაგალითად ბიზნესმენი მიდის და რაღაც გარკვეულ კონტრაქტებს აფორმებს სხვა ქვეყანაში ხო და იქიდან რაღაც გარკვეული ფინანსები შემოდის ის ამბობს რომ მე გაცვა ეს რაღაც მაქვს პროექტები შემოვიტანე ხო ის ინვესტიცია შემოაქ ხო და ამბობს არადა ეს ფული შემოდის აგენტურული ცელისათვის. ნუ იმიტომ ვახსენებ მაგირო. როგორ უნდა გაკონტროლდეს ეს ყველაფერი? ამაზე უნდა იფიქრონ სპეცსამსახურებმა, ეხლა ამაზე შესაბამისი მუშაობა საჭირო. იგივე აგენტურული ოპერატიული საქმიანობა ბიზნესში საწარმოებელი, მინდა ვთქვა რა. პირდაპირ ვიძახი ამას ყოველგვარი იმას მოკიბის გარეშე. აგენტურული ოპერატიული საქმიანობა უნდა აწარმოონ მათო ბიზნესში. ბიზნესშიც უნდა აწარმოონ ამ კუთხით, იმიტომ რომ იმისთვის თქვი მე ბატონო ტრისთან, იმიტომ რომ როდესაც სპეცსამსახური სწავლობს ზუსტად საფრთხებსა და რისკებს ქვეყანაში და ოპერატიულ ვითარებას ქვეყანაში, ის საკითხი, რაც თქვენ ახლა ახსენეთ და გაამახვილეთ ყურადღება, არის ერთ-ერთი მიმართულება, მინდა ვთქვა და ის ოპერატიული ვითარების განსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია. ხო? და გზები, საშუალებები, კვლევა მიდის შესაბამისად, ხო? სპეცსამსახური რა არის? ის მუშაობს პროფილაქტიკური ორგანოა, მინდა ვთქვა რა. ეს არ არის სამართალდამცავი ორგანო, უნდა გაიგოთ, ხალხო. ეს არ არის, იმიტომ რომ შედეგი, რომელიც ამის უმოქმედობით დგება, არის ქვეყნისათვის ისეთი დამანგრეველი იმის მიმყენებელი, რომ შეიძლება ქვეყანა საერთოდ თავზე ჩამოგეშალოთ. სანამ ჩვენი მენტალობა არ შეიგნებს და სანამ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხელმძღვანელობა არ მიხვდება იმას, რომ უშიშროების სამსახური ეს არის პროფილაქტიკური ორგანო, რომელმაც უნდა თავშივე უნდა აღკვეთოს, თავიდან აიცილოს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძირგამოთხრელი საქმიანობა, მანამ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამ დღეში, რა დღეშიც ვერ. აი სწორედ ამის შედეგია ის ბიჭები და გოგოები, რომლებიც დარბიან დღეს და უშიშროების სამსახურებს მათთან ნამუშევარი არ აქვს, მინდა ვთქვა და შესაბამისად არც იმ დაწესებულებებში არ აქვს ნამუშევარი. ამიტომ ის ოდერების ინსტიტუტი გინდა შექმენით და გინდა ნუ შექმენით, აბსოლუტურად უმოქმედოა ეს ყველაფერი. ზის ვიღაცა ოდერი, რომელიც დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ ვინ მოაწყოს იქ, რა ქვია, სამსახური იმაში უნივერსიტეტში, საიდან რა შემოსავალი მიიღოს და ასე შემდეგ. არ შეიძლება ესეთი რაღაც ოდერების ინსტიტუტი მე ვფიქრობ ეს არის გადმონაშთი რომელიც გადმოყვა საბჭოთა კგბ-დან და თავის დროზე ეს იყო მეხუთე სამმართველოს შემადგენელი რგოლი და თავის დროზეც ითქვა ეს რომ ამის ისა რა ქვია არსებობა არ წარმოადგენს იმას რა ქვია საჭიროებას. როგორ უნდა გაკონტროლდეს ორგანიზაციებს, როგორ უნდა გაკონტროლდეს ტერიტორიალური ორგანოები, რომლებიც გააჩნია დღესდღეობით და არსებობს ტერიტორიალურმა ორგანოებმა უნდა აწარმოონ საქმიანობა ისე მაქსიმალური ფარული აი ამას პროფესიონალი ჭირდება. ამას გაადვილეს საქმე, დასვეს იქ ოდერი თავის თანამშრომელი და იმ ოდერს მიცემენ დავალებას, იცი რა შენ ეს გააკეთე და რო უყურებს ახლა თანამშრომელი იქნება თუ სტუდენტი იქნება რო ის ოფიციალურად ოდერი კი რა ღრმადაშიფრის ოფიცერი უნდა ეიჯდეს ითო კაციშვილმა არ იცოდნენ რომ ის არის წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურისა იმაში რა ქვია ორგანოებში და თქვენ ეს გაკეთებული გაქვთ ღიად აბსოლუტურად ყველა მიცის რომ მაგალითად რომელიმე უნივერსიტეტში ვინ არის სახელმწიფო უსაფრთხოების
წარმომადგენელი. რა შედეგი უნდა მოგიტანონ თამად. ისევე როგორც საპატრიარქოსთან მიმართებაში არ შემილია რა ვთქვა, ხო? ანაქრონიზმი იყო თავის დროზე სპეცსამსახურების მუშაობა, იგივე მეხუთეს ხაზის კონსულციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიმართულებით საპატრიარქოზე მუშაობა. ჩვენ გახსოვთ ამა რა სკანდალი მოიტანა და რა ხო შეიძლებოდა რომ გარემოცვაზე გემუშავა და არა მღვდლებზე და მიზანმიმართულად გეწარმოებინათ მღვდლები იმისი რა ქვია სასულიერო პირების გადმობირება. ამაზე მაქვს ყოველთვის ამაზე მქონდა ჩხუბი, როდესაც მუშაობდი მე თვითონ ამ სტრუქტურაში და ვთვლიდი რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. არც მაშინ იმას შევარდნაძის პერიოდში არც და როგორი აღზევებული იქნა ეს ყველაფერი იგივე მიხეილ სააკაშვილის პერიოდში. ყველა ეს ჩანაწერები, რომლებიც გაკეთებული არის და გამოტანილი არის, გახლავთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამსახურის გაკეთებული, ხო? ეს რაზე მიანიშნებს, რომ ესეც მიზანმიმართულად კეთდებოდა და რატო კეთდებოდა იცი მიზანმიმართულად რომ კაროჩე მთელი აი ეს ურთიერთობები დადგმული სცენები იგივე ის რაღაცები გამოეტანათ და ამით მაქსიმალური დარტყმა მიეყენებინათ მთავარი იდეოლოგიური საფუძვლისათვის ქართველებისათვის რასაც მართლმადიდებლობა ქვია და რასაც ის ქვია რა ქვია ღერძი ქვია საქართველოს დამოუკიდებლობა. თუ არ ვწდები მე არ იქნება საქართველოს მართლმადიდებლობა საქართველოში და ქრისტიანობა არ იქნება საქართველოს საერთოდ. მინდა ვთქვა და ეს მან გავაცნობიეროთ ყველა. თუ არ ვწდები მე ხა თქვენ ახსენეთ ეკლესიებთან მიმართებაში და საპატრიარქოსთან მიმართებაში. თუ არ ვწდები მე იგორ გიორგაძის მინისტრობის დროს ეს გამოსული იყო. კი, გამოსული იყო. გიორგაძემ სხვათა შორის თავის დროს გააუქმა, მერე შემდეგ აღადგინეს ეს ყველაფერი და ამის აღდგენა მოხდა მე მგონი შოთა კვირაის პერიოდში იყო, თუ არ მახსოვს, შეიძლება ვწდები, მაგრამ აღდგა ესა და თავის დროზე კი შეიძლება იყოს მაგრამ იმუშავე გარემოცვაზე, ხო? და ნუ აკეთებ იმას, რომ აი პირიქით უსაფრთხოებაზე იზრუნე. აი აგერაგაც რუსები ამბობენ პალკას დუხკანცოვ რა, ორი მხრიდანო ისა რა ქვია, შეიძლება საიდან მოაბავ ყურს ამას, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული. არის ხო ეკლესია წიაღია რაღაცა, ხო? ეკლესია, რომელიც წარმოადგენს მთავარ კვაკუთებს. ამის უსაფრთხოებაზე იზრუნე, რომ შექმნა ისეთი პირობები, რომ ძირგამოთხელი საქმიანობა არ მოხდეს, რომ შიგნით ეკლესია არავინ შეგეპაროს იქ ვინმე. არავინ შეგეპაროს იქ ისე და ამაზე იზრუნე, ეს გააკეთე. ამით უზრუნველყავი შენი მთავარი ღერძის უსაფრთხოება. აი ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ ესენი რას აკეთებდნენ? ესენი პირიქით მიდიოდნენ, ეწეოდნენ გადმობირებას, სასულიერო აკომპრომიტირებელი მასალების შეგროვებას, მერე ამის გარეთ გამოტანას და ამას ჰქონდა ერთი ამოცანა. საქართველოსთვის იდეოლოგიური საბუთო ბატონო პროდიუსერი გამიბრაზდება, გვანიშნებს რომ უკვე უნდა დრო ამოგეწურო, არა გვაქვს დრო უკვე და ამიტომ სამწუხაროდ დიდი თემაა ბატონო. კი, ძალიან დიდი თემა არის და ძალიან მნიშვნელოვანი თემებია თან და ამიტომ მადლობა მინდა გითხრათ თქვენ მობრძანებისათვის ასე საინტერესო ანალიზისათვის და მადლობა თვითონ ტელემაყურებლებო რომ გიყურებთ და ჩვენ ყოველთვის საინტერესო სტუმრები ხართ და საინტერესო ინფორმაციებს და საინტერესო რომ მეტყვი ანალიზს მოგაწვით ყოველთვის. მადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა.